დღეს არის გახსნილი ფანჯარა ჩემი აზრით და ეს ფანჯარა იმედია სულ იქნება გახსნილი, მაგრამ როგორც ამბობენ ტკბილია ხელისუფლება და ამიტომ შეიძლება ეს ფანჯარა თუ დაუბერავს ძალიან შეიძლება დაკეტონ ან მიხურონ ან რაღაც და ამიტომ მე მგონია ჩვენ უნდა გამოკვეცოთ ეს საკითხები რომელიც დაგვარწმუნებს და დაგვანახებს რომ ის რაც ბრძანა ბატონმა დავით უსუფაშვილმა რომ არ ჭირდა ეს არ არის სოფლის მეურნეობა რომელსაც ორ თვეში ვერ გამოასწორებ ეს არ არის უმუშევრობა რომელსაც სამ თვეში დაძლევ ეს არის დემოკრატიზაციის ის ნაწილი ის სფერო რომელიც შეიძლება ძალიან სწრაფად ასე ვთქვათ მიმართო რაღაც ღონისძიებებს სწრაფად მიიღო კანონები და სწრაფად დაანახო როგორც შენს მოქალაქეებს ასევე სხვა ქვეყნებსაც რომ შენ მართლა გინდა და ძალუც შეგიძლია სერიოზული დემოკრატიული პროცესები დაიწყო. ფიქრობენ საბჭოს საზოგადოებრივი საბჭოს შეცვლაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის გარკვეულწილად ზეწოლა თავისუფალ მედიაზე პირველ რიგში ზეწოლა საზოგადოებრივ მაუწყებელზე არსებობს კანონი არის საზოგადოებრივი საბჭო რომელსაც აქვს თავისი მანდატი კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში. სწორედ კანონი და ის შემადგენლობა რაც არის სამეურვეო საბჭოში არის ამ ტელევიზიის დამოუკიდებლობის გარანტია. ეს არის მთავრობის ნაწილი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის პოლიტიკური ჯგუფის ნაწილი, ამიტომ საპარლამენტო არჩევნები არ უნდა იწევდეს ამ სამეურვეო საბჭოს ცვლილებას და ბუნებრივია ავტომატურად არ უნდა იწევდეს თავმჯდომარის ცვლილებას. ამიტომ ეს არის ძალიან ცალსახად და გასაგები. იცვლებობა რომელიც არის მედიაში მოსხობედია საშუალებებში ბაჩოვის განცხადებები ქართული ოცნების წარმომადგენლების ეს არასწორი პირდაპირ არ აღოს დემოკრატიის პრინციპს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ სისტემამ მასკერის და მასოფერის იმუშაოს არაორი თვით არჩევნების პერიოდში არამედ ხანგრძლივი დროით უკვე არსებობს სამწუხაროდ პრაქტიკა, როდესაც გარკვეული პოლიტიკური ჩვენი ინფორმაციით მოსაზრების გამო ზოგიერთ რეგიონში ამორთეს ტელევიზიები, რაც რა თქმა უნდა ცუდია, ასევე მასოფერთან დაკავშირებით ვიცით რომ ორი არხი ამოერთო ერთ-ერთ საკაბელოს ამ შემთხვევაში გლობალ ტელევიზია საუბარი ითის დაზარალდა მომხმარებელი, ამიტომ ვფიქრობ რომ კვლავ რომ არ შეიქმნას სერიოზული პრობლემები მომავალი არჩევნების დროს და ეს არჩევნები ძალიან მალე იქნება, ვიცით რომ ოქტომბერშია მომაწყვის საქართველოში, ამიტომ ეხლავე არის საჭირო მივიღოთ ზომები და მივიღოთ კანონი. უახლესი ამოცანა, ჩვენ ვფიქრობთ რომ უახლესი ამოცანა ამასთანავე სასამართლოში სასწრაფოდ შეცვლა იმ რეგულაციებისა, რომელმაც გახსოვთ ალბათ თავის დროზე შეზღუდა განსაკუთრებით დააზარალა ტელევიზიები, საერთოდ გამოდევნა სასამართლოდან ტელევიზიები, პრაქტიკულად გამოდევნა პრესა, სააგენტოები და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თუ გვინდა სასამართლო რეფორმის განხორციელება და გვინდა რომ ეს რეფორმა განხორციელდეს რეალურად, მაშინ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ასე ვთქვათ დავაბრუნოთ მედია, ვინაიდან გამჭვირვალეობა არის გარანტიები.